ბავშვისთვის ძიძის შერჩევა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩულ ბავშვს ეხება. ისინი ხომ ვერ მოგვიყვებიან, როგორ გრძნობენ თავს ახალ აღმზრდელთან. მე დღეს თქვენთან ერთად შევეცდები ბავშვისთვის მოვძებნო ისეთი ძიძა, რომელიც ჩემს და ალბათ ყველა მშობლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. როგორ ვიპოვოთ ადამიანი, რომელსაც შულს მთელი დღის განმავლობაში ვანდობთ და ჩავაბარებთ? პირველ რიგში ინტერნეტის საშუალებით უნდა მოძებნოთ სააგენტო, რომელიც სასურველი აღმზრდელის პოვნაში დაგეხმარებათ. სააგენტოში შეგიძლიათ რამდენიმე ძიძას გაესაუბროთ. მნიშვნელოვანია ჩართულობა. რამდენად აქტიურად ჩაერთო ძიძა თქვენთან საუბარში. გასაუბრებაზე მიხვდებით, რამდენად აქტიური იქნება ის მუშაობის პროცესში. ურთიერთობა თუნდაც სენსორულ დონეზე, თვალებში გიყურებს დაინტერესებული ძიძა გიყურებს თვალებში, აქტიურად გაძლევთ შეკითხვებს, ინტერესდება თქვენი ბავშვი, თქვენი ოჯახური მდგომარეობით, თქვენი მუშაობის გრაფიკით. თუ გასაუბრებაზე ძიძა მოგეწონათ, შეგიძლიათ ის გამოსაცდელი ვადით აიყვანოთ. თუ თქვენ ძიძის აყვანა სააგენტოსგან დამოუკიდებლად მეგობრის რეკომენდაციით გადაწყვიტეთ, მას აუცილებლად მოსთხოვეთ შემდეგი დოკუმენტები. ცნობა ნასამართლეობის შესახებ, სარეკომენდაციო წერილები, ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისასლი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. მნიშვნელოვანია ძიძას უყვარდეს ბავშვები, ერკვეოდეს ბავშვთა ფსიქოლოგიაში, ჰქონდეს აღმზრდელობითი უნარები, იყოს ენერგიული, აქტიური, ასეირნოს ხშირად ბავშვის სუფთა ჰაერზე წაუკითხოს ბევრი, ასწავლოს ლექსები, დაეხმაროს ბავშვმა შეიმეცნოს სამყარო, დასმულ შეკითხვებზე გასცეს პასუხი, არ დაეზაროს, ამასთანავე, როდესაც ძიძას ვარჩევდი, ვაქცევდი ამას ყურადღებას, რომ ეს ყოფილიყო პუნქტუალური, მოწესრიგებული, სუფთა, რათა ეს თვისებები ბავშვისთვის ესწავლებინა. ეს კრიტერიუმები მხოლოდ დასაწყისია. მშობლები, რომელთაც ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ, გვირჩევენ, რომ ბავშვის აღმზრდელები პერიოდულად აუცილებლად შევამოწმოთ. სამუშაო დღის განმავლობაში გაფრთხილების გარეშე მიდით სახლში და ნახეთ, როგორ უვლის ბავშვს. ხშირად მიაქციეთ ყურადღება, ასრულებს თუ არა თქვენს მითითებებს. ამისთვის შეგიძლიათ სათვალთვალო კამერებიც გამოიყენოთ. რაც შეეხება ხელფას, ძიძის ყოველთვიური მომსახურება მის გამოცდილებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. თუ თქვენ აღმზრდელი ნახევარი განაკვეთით გჭირდებათ, თვეში 300-350 ლარი დაგიჯდებათ. ძიძა სრული სამუშაო დღით 400-დან 450 ლარამდე ღირს. სადღეღამისო ძიძის მომსახურება 800 ლარიდან იწყება. მას შემდეგ, რაც ბავშვისთვის ძიძას შეარჩევთ, ის უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენი ოჯახის წევრი გახდება. ამიტომ აუცილებელია გქონდეთ მასთან კარგი ურთიერთობა, რათა თქვენი შვილი უსაფრთხო და კარგ გარემოში იზრდებოდეს.